აბა, ბანი და ბაყაყებო, იცით აქ რატომაც შეგკრივეთ? მწვრთნელოები საერთოდ არ მესმის აქ რატომ ვდგავართ. ხო, და ბაყაყებს რატომ ვუყურებთ? მაშინ თვალები დახუჭეთ. ხო, თუ ჩვენმა სილამაზებ დაგაბრმავათ. როგორ თავდაჯერებულები არიან. ეს თავდაჯერებულობა კი არა, ტყუილია. კარგი მწვრთნელოები, რატომ შეგკრივეთ აქ? გოგოებო, ერთი უვარგისი გუნდი ყავს და ეს არის ბაყაყები. გეთანხმებით მწვრთნელოები. გონი ახლა ზღვარს გადახვედით. ბანი არის უსარგებლო. ბაყაყებო, სიჩუმე. ჩემი აზრით ბანი და ბაყაყები უნდა გაერთიანდნენ და სახელი შეგიძლიათ თქვენით მოიფიქროთ. რა? მწვრთნელოები, რას ამბობთ? არასდროს. მწვრთნელოები, სულ გაგიჟდით, ჩვენ ამ კურდღლებთან არ გავერთიანდებით. არასდროს. გოგოები ძალიან უიღბლოები არიან. ხო, ების რა დაიმართა, რატო ფიქრობ, თუ ერთ ჯგუფად შეკვრა კარგი იდეა იქნება? ხო, ყოველთვის ერთმანეთს შეიჩხუბებენ, კარგი ჯგუფი ვერ იქნებიან. ძალიან ცუდი იდეა, ვინ უთხრა საერთოდ ამის შესახებ? თავისით მოიფიქრა. არა, ბაყაყებთან ვერ გავერთიანდებით. ხო, რა თქმა უნდა, ვერა. გოგოებო, მოდით აქ ამ კურდღლებთან არ გავერთიანდებით. იქ დიანა არის კაპიტანი, მაგრამ აქ მე ვარ. კარგი, არ გავერთიანდებით, მაგრამ ამას მწვრთნელების როგორ ავუხსნით? უბრალოდ არა და მორჩა. კარგით, გოგოებო, მოდით ახლა პირველი საერთო გაკვეთილი გქონდეს. ბაყაყებო, თქვენ ბანი ფუ. კარგი, დავიწყეთ. 1 2 3 4 5 6 7 8. 1 2 3 4 5 6 7 8. მეგობრებო, წავიდეთ, ამის ყურებისიც კი მეშინია. ისინი და ერთი ჯგუფი რო გახდებიან კაპიტანი, ვინ იქნება? მეგობრებო, ეს ჩვენი საქმე არ არის, წავიდეთ. 1 2 3 გოგოებო, რატომ გავხართ მძინარე კიტრებს? ჩრილდერები ხართ, უფრო ჩქარა, უფრო ენერგიულად და საერთოდ სლოგანები უნდა მოიფიქროთ. მისმენთ მწვრთნელოები, უნდა გაიგოთ, რომ ჩვენ ვართ ბანი და ბაყაყებთან არასდროს გავერთიანდებით. მათთვის ზედმეტად მაღლა ვდგავართ. ჩვენ არასდროს გავხდებით ბანი. ჰეი, ჩრილდერებო, დაგავიწყდათ ვინ გიდგათ წინ? ეს თქვენი მწვრთნელია, ამიტომ პირები დახურეთ და უფრო მეტი სლოგანი მინდა. მწვრთნელოები, მომისმინეთ, ალბათ დაგავიწყდათ, რომ მე ვარ ჩემი გუნდის კაპიტანი და გუნდი იმას გააკეთებს, რასაც მე ვეტყვი და არა თქვენ. ამიტომ გოგოებო, წავედით. გუნდი გაიგერა უთხრა დიანამ. მწვრთნელოები, ალბათ დაგავიწყდათ, რომ გუნდის კაპიტანი მე ვარ და გუნდი იმას გააკეთებს, რასაც მე ვეტყვი და არა თქვენ. ამიტომ გოგოებო, წავედით. საბავშვო ბაღი და საკუთარ თავებს ჩრილდერებს ეძახიან. მოგეთ, ლუზერებო, იცოდეთ, კარგად უნდა მოიქცეთ, ები ბანაკში დაბრუნდა. ხო, და უკვე ბანის ჩრილდერებთან ნახეთ რა ამბავიც მოხდა. ამიტომ ყველანაირი ნაგავი გადაყარეთ და ლოგინებიც დაალაგეთ. არ გვინდა რომ მწვრთნელიები გაღიზიანდეს. და ჩვენ რა შუაში ვართ მწვრთნელებისთან, ჩვენი მწვრთნელი არ არის. ხო, არ გვეშინია მისი. ჩემი აზრით, ტრენერიები ძალიან კარგი ქალია. კარგია, როცა კარგ ხასიათზეა. ხო, და ახლა ცუდ ხასიათზეა, იმიტომ რომ დავშორდი. ხო, დაშორებული გოგო ყველაზე საშინელი მხეცია. ხო, ჯიჯის რო დავშორდი, მახსოვს როგორიც იყო. ხო, მეგობრებო, მეც ვიცი. ხო და ლუზერებო, აიღეთ თქვენი ნაგავი და არ დაგავიწყდეთ, რომ უნიკაზს ღილაკი აქვს თავზე, დააჭირეთ ხოლმე. კარგი. მეგობრებო, მე ვიცი, ვისაც ავიწყდება ხოლმე დაჭერა, პატრიკს. რა? ბოდიში პატრიკ, მაგრამ ბევრჯერ დავინახე. ორი წამი, მე როდის საჩევდი ვარ, რატო აგვირდები? ბიჭებო. უთხარით. ჰეი, დაწყნარდით. არ გესმით, მწვრთნელიები არის სახლში, ამიტომ კარგები იყავით. მეგობრებო, ტრენერიები თუ ჩემზე რამეს იკითხავს, უთხარით, რომ არ გინახივართ. ვა, პირველად ვხედავ, რომ მასწავლებელმა იქ ვინმე შეეშინია. გაბრაზებული ტრენერიები არ გინახავს, შენ შეგეშინდებოდა. ჩვენ გაგაფრთხილეთ. ერთი შეცდომაც და დამიჯერეთ შეგეშინდებათ მწვრთნელიების. მი შეგეშინდებათ. მეგობრებო, თქვენ მართლა პრობლემებს ეძებთ. იცით რა გოგოებო, ნამდვილად არ ვიცი მწვრთნელების რა ეტაკა. უკვე მართლა ზღვარს გადავიდა, ორი გუნდის გაერთიანება. ეს საერთოდ როგორ იქნება? ხო, თან ორი გუნდი, რომელსაც ერთმანეთი ეზიზღებათ. ჩვენ ბაყაყებს ვარვიტანთ, ისინი ჩვენ ვერ გვიტანენ. ეს საერთოდ რატომ მოვიდა? ხო, მის გარეშე უკეთესი იყო. მეგობრებო, დაძრანდით, ჩემი აზრით ტრენერების უბრალოდ რაღაც პრობლემები აქვს და მე ეს ფრაზი უბრალოდ ჩვენზე გადმოაქვს. მასკოტ, ეს ჩვენი საქმე აღარ არის. გოგოებო, ჩვენ ბანი ვართ და ბაყაყები არასდროს გავხდებით, არასდროს. ნახავთ, ხოლ გაიღვიძებს, კარგ ხასიათზე იქნება და ეს ყველაფერი საერთოდ დაავიწყდება.
მადლობა მასკოტ დახმარებისთვის. ახლა შეგიძლიათ წახვიდე, მე და გოგოებმა უნდა გამოვიცვალოთ. გოგოებო, გახსოვთ დღესად მივდივართ ზიბიჭებთან. გოგოებო, კარგი, ხვალ ვნახავთ. კარგით, ისე მწვრთნელებისთან ისე ვიქნებით, როგორც ის არის ჩვენთან. ხო, არც შევხვდეთ ხოლმე. ხო, ჩემი პატივისცემა დაკარგა. კარგი, ახლა გამოვიცვალოთ. დაივიწყეთ ესეები. შემდეგ ჯერზე როცა ასე დაყრილს ვნახავ, აი აქ გადმოცხოვრდებით. ბლონდი, გაგიჟდი, იმიტომ რომ არ მოგწონს როგორც არის სიტუაცია, მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის. ხო, შენც აური აქაურობა. და ჩვენ წმენდით. მე კაპიტანი ვარ, თუ დაგავიწყდეთ, მე უნდა მომისმინოთ, ამიტომ გაწმინდეთ. მე მინდა რომ ვიყო ბანი, მაგრამ არ შემიძლია. მათ გარეშე მინდა. დაწყნარდი, მათთან არ გავერთიანდებით, ბანისთან არ გავერთიანდებით, კურდღლები არ ვიქნებით. ხო, ბაყაყები ვართ და თქვით რომ გიყვართ თქვენი კაპიტანი. ბაყაყები ვართ და გიყვართ თქვენი კაპიტანი. სოფი, მე არც ისე არ მიყვარს. რა? ძალიან მიყვარს ჩემი კაპიტანი. როგორ მეწოდება ბლონდი, საწყალი გოგო, ეშინია რომ დაკარგავს თავის კაპიტნობას. ხო, საწყალი გოგო და მწვრთნელმაები ყველა გაგვაკვირვა დღეს. გოგოებო, ახლა ჯობია სამზარეულოში წავიდეთ და ბევრი საჭმელი უჭამოთ. ხასიათს მაინც გამოგვისწორებს. გეთანხმებით. ისა შაიდანი ჩართე? კი, აის, ტომას, რამდენი ხანი შეჭამ? თქვენი კარტოფილი ძალიან უგემურია და ეს მილკშეიკიც საშინელებაა. ვა, სერიოზულად, მაშინ მთლიანი კარტოფილი რატო ჭამე და მილკშეიკიც რატომ დალია? რაღაცებს მოიტყუები. ტომას, ჩვენ ყველაზე გემრიელ საჭმელს ვაკეთებთ. უბრალოდ გვითხრე რომ არ გინდა გადახდა. არა, არ გადავიხდი, იმიტომ რომ ცუდი საჭმელი გაქვთ, გემო საერთოდ არა და საერთოდ უკვე ცუდად ვარ. ტომას, ბანიც კი ჭამს ჩვენ საჭმელს და ეგემრიელებად. აის ისე არ გაუშვა რომ არ გადაახტევინო. არ გაუშვი. იცი, აი შეიძლება მე გადაგიხადოთ. მართლა გემრიელი საჭმელია, უბრალოდ ახლა ფული არ მაქვს. ხო, ჯობდა რომ თავიდანვე ეგრე დაგეწყო. შემდეგში შეურაცხყოფას მიაყენებ ჩემ კარტოფილს და მილკშეიკს და საჭმელს საერთოდ აღარ გაგიკეთებ. შეგიძლია ფული ხვალ მოიტანო. კარგი, ხვალ გამოვიტან და მოგცემ. ოღონდ გთხოვ, პიცას არაფერი არ უთხრა. თორმე ჩემი კარტოფილი გემრიელი არ არის, მატყუ არა. კოსტა, შემომხედე? ზებრები ძლიერები არიან, ზებრები მაგრები არიან, ზებრები შეუდარებლები არიან, ზებრები ძლიერები არიან, ზებრები მაგრები არიან, ზებრები შეუდარებლები არიან. სალინა, ძალიან მაგარი ხარ. ამ წამს გავიასწრე რომ ნამდვილი ჩილიდერი ხარ. მოგეწონა? დიმა, შენ მოგეწონა? კი, ძალიან. კოსტა, შეიძლება შენი მხარდამჭერი ვიყო? ჯერ ჩემ მეგობარს უნდა უკითხო. დიმა შეიძლება რომ ჩვენი ჩილიდერი გახდეს. დიმა? კოსტა, ამას შეხედე. გასაგებია, სალინა, უფრო მეტი უნდა ივარჯიშო. ჩვენ ძალიან მაგარი ჩილიდერი გვჭირდება. რა, მე მაგარი არ ვარ? არა, შენ მაგარი ხარ, უბრალოდ ზებრაც არ მომწონს შენი ჩილიდერების ჯგუფის სახელი. კოსტა, დღეს ზებრა ვარ, ხვალ შემიძლია რაღაც სხვა ვიყო, რაც შენ რაც გინდა ის ვიქნები. სალინა, მგონი ჩვენი წასვლის დროა, მალე შენი ძმები მოვლენ და არ მინდა რამე პრობლემა შევქმნათ. მოკლედ, სალინა, ჯერჯერობით ვერ იქნები ჩვენი ჩილიდერი, მაგრამ აუცილებლად გახდები. კოსტა, ერთი კოცნა გამოასწორებს. სალინა, არ არის ახლა მაგის დრო. არ მისფის სტუმრები ყავს, ჩვენ არავინ დაგვიპატიჟებია. აქედან რომელიმე ზალინას შეყვარებულია? გამარჯობა მეგობრებო, უკვე მივდიოდი, არ ვარ თქვენი შეყვარებული. საერთოდ ვფიქრობ რომ ახინჯია. მოიცა რა თქვი? არა, არაფერი, უბრალოდ თქვი რომ ჩემ გემოვნებაში არ ჯდება, თორე ისე ძალიან ლამაზ გოგოა. კარგი, წავედი. გამარჯობა მეგობრებო, გელოდებოდით. რაღაცის თქმა გვინდოდა. ხო, სალინა და მე უკვე ერთად ვართ, წყვილი ვართ. და ახლა ზაკატი აღარ მჭირდება, მე კოსტა მიყვარს. კარგი სალინა, ყველაფერი მესმის და ჩემი და ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი ადამიანია და ბოლოს გულს გატკენს. ხო, დაგვიბრუნე ჩვენი და სალინა უკვე გაკოცა? სალინა, მგონი შენ ძმებს არ მოუწონვარ. მომისმინეთ, თქვენ ჩემი ძმები ხართ, მაგრამ კოსტა ჩემი შეყვარებულია და ძალიან მიყვარს, ამიტომ არ ჩაერიოთ. აჰა, კარგი, მაშინ თუ შენი შეყვარებულია, გაკოცო საბა. ხო, გახდეს ჩვენაირი. და მე ჩვენს დავიჯერებთ, რომ მას შენ მართლა უყვარ ხარ. ხო, რა პრობლემაა? კოსტა მზად ხარ? ბოდიში სალინა, მაგრამ ახლა მზად არ ვარ, ჯერ უნდა ვიფიქრო. აჰა, ასეც მეგონა, შეგიძლია წახვიდე. ჩვენი დის ღირსი არ ხარ. მომისმინეთ, ძმებო, როცა თქვენ ჩერლდერები აქ საათობით ისხდნენ, მე კარი არ ვაჩვენე და თქვენ რა, გინდათ რომ ჩემი შეყვარებული გააგდოთ? კარგი სალინა, არც არის საჭირო კარების ჩვენება, ჩემ თვითონ წავალ. აბა კარგად, დაგირეკავ. ზიპ, ზაკ და ზუპ, არ გინდათ რომ თქვენი და ბედნიერი იყოს? სალინა, შენ ჩვენი და ხარ და მხოლოდ საუკეთესო გვინდა. სალინა, აქ ჩვენ ვართ უფროსები და ჩვენ უნდა მოგვისმინო. ფეხბურთელები ამ სახლში არ შეიძლება. ჰა, თქვენ ხართ უფროსები არა? არა, მალე აღარ იქნებით, იმიტომ რომ მე ვიქნები. გვირგვინის სასახებად წავიდა. სად არის გვირგვინი?
არა, ეს უკვე ცუდია. კარგი გოგოებო, დაღამდა, წასვლის დროა. მოიცადე, რას გულისხმობ? ჯერ არც გვიჭამია. ნასტია, მოგვიანებით შევჭამთ. ხო, შეიძლება საჭმელი მზად არც არის ჯერ. კარგი, მოდით ჯერ მივიდეთ და გაგვიმასპინძლდებიან ჩაით. ხო, და ორცხობილით და ჯემით. გოგოებო, თქვენი ფრი და соуსი. გოგოებო, ვახშმის შემდეგ წავალთ. მადლობა პიცა. გემრიალად მიირთვით. არავის არ ვუთხრათ, რომ დღეს ფრი ვჭამეთ. ხო, არავის. მწვრთნელოები, ჩვენს ოთახში რა დაგრჩათ? შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ? თან დაკაკუნების გარეშე შემოხვედით. გოგოებო, ვიცი რომ გეზიზღებით და მე ცუდი ვარ, მაგრამ პრობლემები მაქვს, დიანა, შეგვიძლია ვისაუბროთ? მწვრთნელოები, რატომ გგონიათ რომ გვადარდებს? ხო, ჩვენი პრობლემებიც საკმარისზე მეტი გვაქვს. მწვრთნელოები, შეიძლება ჩვენი ფრი მივირთვათ? გოგოებო, თქვენ ჩერილდერები ხართ და არ გირჩევთ ფრის ჭამას. დიანა, ვისაუბროთ? კარგი, გოგოებო, ჩემ გარეშე არ დაიწყოთ ჭამა. კარგი მწვრთნელოები, წავიდეთ. ვისაუბროთ მწვრთნელოები. ჯანდაბა, დიანასგან რა უნდა? უკვე გამაგიჟებს ეს ქალი. ხო, ისეთი ნერვების მომშლელია, თან გონია რომ დაამბობს ყველაზე მაგარი ვარ. დიანა, ძალიან დიდი პრობლემები მაქვს, მაიკმა მიმატოვა. ბოდიში, მაგრამ მე რა შუაში ვარ? უბრალოდ მეგობარი არ მყავს და ჩემი ცხოვრება მთლიანად მუშაობაა. ამიტომ შენ მომწონს ხარ, კარგი და მაგარი გოგონა ჩანხარ. მინდა რომ გემეგობრო, თუ პრობლემა არ გაქვს. მწვრთნელოები, საუკეთესო მეგობარი უკვე მყავს, კნოპა. დიანა, დამიჯერე, ჩემ მეგობარი თუ იქნები, ჩრდილდერობასთან პრობლემები აღარასდროს გექნება. მწვრთნელოები, რას ცდილობთ? ხომ იცით რომ ამაზე არ დაგთანხმდებით? მე ჩემ მეგობრების ერთ გული ვარ. ვიცი დიანა, რთული არჩევანია, ამიტომ ხვალამდე მოგცემ უფლებას რომ ვიფიქრო. თუ არა და ხვალ უკვე ორი გუნდი გაერთიანდება და ბაყაყებს დაგიძახებთ. მწვრთნელოები, ახლა ვხვდები მასწავლებელი მაიკი რატომაც დაგშორდათ, ეს არასდროს მოხდება. ჩემნაირი ძლიერი სული აქვს. აი, ასეთი მეგობარი მჭირდება. დიანა, რაო? არაფერი, გოგოებო, წავიდეთ ჩვენ შეყვარებულებთან. სად არის გვირგვინი ზუპ? მანდა მოიწუპი რატომ? წლებია გვირგვინი არ მინახავს. მე არაფერ შუაში არ ვარ. ზაკ? მე გვირგვინთან რა საქმე უნდა მქონდეს? ზიპ? ზიპმა გვირგვინი თავის შეყვარებულს აჩუქა. ხო, დიანას, იმიტომ რომ აქ მთავარი დიანა არის. რა? ეს როგორ გაბედე? ის ხომ დედა ჩვენის გვირგვინი იყო. წადი და ახლავე მოიტანე. მომიტანე გვირგვინი. ზალინა? ზიპ? ზალინა, ჩემი შეყვარებული გაუშვი ახლავე. ვაუ, აქ რა ხდება? სად არის გვირგვინი? მითხარი. მომისმინე ზალინა, ნუ უყვირი ჩემს შეყვარებულს და მისი მოკლა ნუ გინდა. მე მაქვს გვირგვინი და სანდო ადგილასაა. სხვათა შორის ახლა დიანა არის უფროსი. ხო, და მას პატივი უნდა სცე. ხო, უფროსი ის არის, ვინც გვირგვინს ატარებს. თუ ხვალ გვირგვინს არ მომიტანთ, მე და ჩემი ძმები და მეგობრები შევალთ თქვენს სახლში და მე პასუხს არ ვაგებ რა მოხდება. გოგოებო, კარგით, ზიპ, არ უნდა მოგეცა ეს გვირგვინი ჩემთვის, ხვალ მოვიტან და ზალინა დაწყნარდება. ზალინა არ დაწყნარდება, თან ახლა ახალი შეყვარებული ყავს, ფეხბურთელი. ხო, და ჩვენ წინააღმდეგი ვართ. ბიჭებო, ასე ნუ მოიქცევით. ხო, მის ურთიერთობაში არ ჩაერიოთ. წარმოდგენაც არ გაქვთ რომ ხელა პრობლემები გქონდა დღეს. ჩვენი მწვრთნელიები სულ გაგიჟდა. მოიცა ესები ვინ არის? ზიპ, ეგეთი ცუდი გოგოც არ არის და დღეს სცადა ჩემთან დამეგობრება სხვათა შორის. რა? ხო, დიანა, აბა კარგად მომიყევი. მწვრთნელების უნდა რომ ისი საუკეთესო მეგობარი გავხდე და თუ არ დავთანხმდები, ჩვენს გუნდებს გააერთიანებს ბაყაყებთან და ბაყაყებს დაარქმევს. ხო, ეს მითხრა. რა? სულ გაგიჟდა? დიანა, იმედი მაქვს არ დასთანხმდები. რა თქმა უნდა, არა. მომისმინე, ზიპ, ზალინას ხომ მოსჭირდება საუკეთესო მეგობარი. იქნებები გაგვეცნო. გასაგებია, გინდა ტრენერიების მოშორებაში დაგეხმაროთ. ხო, ზალინას ჯობია ახალი მეგობარი ყავდეს, ვიდრე ფეხბურთელი შეყვარებული. არა, ზალინას არ ჭირდება არც ახალი მეგობარი და არც ფეხბურთელი შეყვარებული. დიანა, უბრალოდ შენი გვირგვინი უკან უნდა დავაბრუნო. კარგი, დაწყნარდი არ მჭირდება. სხვათა შორის თქვენს შორის უფროსი მე არ ვიქნები და მწვრთნელიები რამე უნდა გავაკეთოთ. ბიჭებო, დაგვეხმარებით. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ძალიან კარგი. რას ფიქრობთ, ბავშვებო, რა უნდა მწვრთნელების ჩემგან?
დაწერთ კომენტარებში და დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.